დილამშვიდობისა საქართველოს დღეს 24 მარტია უყურებთ კურიერს 8 საათზე. სიონის საპატრიარქო ტაძარში უწმინდესსა და უნეტარესილია მეორესთან გამომშვიდობება მრევლს დილის 8 საათიდან საღამოს 10 საათამდე ყოველდღე შეუძლია. დროებითი მოქმედების შეზღუდვები სრულ მოწესრიგებამდე პატრიარქის საფლავთან მიახლოება აკრძალული იქნება. ასევე ყოველდღე 40 დღის განმავლობაში ილია მეორის საფლავზე სასულიერო პირები მგალობლების თანხლებით პანაშვიდს გადაიხდიან. პანაშვიდები 10-დან 16 საათამდე და 18-დან 22 საათამდე ჩატარდება. პატრიარქის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გუშინ სხვა სასულიერო პირებთან ერთად პატრიარქის ტახტის მოსაყდრეს შეომაღავლინა. ჯერჯერობით მაინც საფლავთან მიახლება და შეხებასთან დაკავშირებით მაინც თავს ვიკავებთ, იმიტომ რომ საფლავი არ არის დასრულებული, თუმცა ყველას შეუძლია რომ საფლავთან ჩაიაროს. დილის 8 საათიდან 9:30-დან პანაშვიდები იქნება უკვე სისტემატიურად, ძალიან ხშირად და არის გაკეთებული სპეციალური ასეთი სია, რომ მოძღვრები სასულიერო პირები მოგზანდებიან და აღავლენენ პანაშვიდებს უწმინდესი პატრიარქის სახელზე. ძალიან დიდი ადამიანი დავკარგეთ და მე მაქვს იმედი, რომ ეს ზემოდანი იყურება და გაერთიანდება ჩვენი ქვეყანა და რა ვიცი. დალოცულები ვიქნებით ალბათ ქართველები, რომ აი ესეთი წმინდანი ყავდა. ჯერა რომ მის დანაბარებს, მის ანდერძს ნამდვილად შევასრულებთ და რაც დაგვიბარა ღმერთი სამშობლო ადამიანი და რაღაცა ის დოგმასავით დაგვიწერა, ამას შევასრულებთ ისე რომ პირნათლად მოვიხდით ვალს მის წინაშე. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ხსოვნას მიეძღვნა რუსთავიორის ღამის ეთერი. მოწვეული სტუმრები იყვნენ სასულიერო პირები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, რომლებმაც უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ღვაწლსა და განვლილ გზაზე ისაუბრეს. პატრიარქისადმი მიძღვნილ სპეციალურ ეთერში არაერთხელ აღინიშნა, რომ კათოლიკოს პატრიარქი იყო ეპოქალური ადამიანი, რომელმაც ერი გააერთიანა. ჩვენი პატრიარქი იყო სახეთელი ქრისტიანული სამყაროსი. დიდი მხარდაჭერა იყო მისი უწმინდესობისათვის, სოფლიო პატრიარქისათვისაც და სახე იყო მოციქულებრივი მოღვაწეობის. იმიტომ რომ ჩვენ ათეისტური კომუნისტური რეჟიმის შემდგომ თავიდან მოინათლა თითქმის მთელი ქართველი ერი. და მისი მოღვაწეობა ჩვენთვის გახდა მაგალითი მამამთავართა მოღვაწეობის, ა ブラ ამის, ისააკის და იაკობის მსგავსი მოღვაწეობის. ჩემს გულში პატრიარქი მესახებოდა მამამთავარ იაკობად, რომელმაც 12 ვაჟიშვილი შვა და ახალი ისრაელი შექმნა, ახალი ერი შეიქმნა მის ხელში. ხშირად უთქავს მის უწმინდესობას, რომ არ შეგვიძლია ერთმანეთის აზრის მოსმენა ქართველებსო და ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მე არ მავიწყდება ერთხელ მოხდა ესეთი ფაქტი, რომ მაწყენინა ერთმა ადამიანმა აბსოლუტურად უსამართლოდ და მის მოუწმინდესობამ ეს გაიგო, დამიბარა და მითხრა, რომ იცი რაო, არ გეწყინოსო და მიუტევეო იმათო, ვინც გაწყენინებსო. მე ყოველთვის ასე ვცხოვრობდიო და ღმერთი იმიტომ წყალობდაო. მისი მუსიკა იყო ძალიან ღრმა და თვითონ ეს არ იყო როგორც მუსიკის მოყვარულის ნაწერი, არამედ ეს იყო ნამდვილად სწავლის ნაწერი. ave maria, სადაც იცით რა არის შეწყმული, ეს არ იყო საოპერო რაღაცა ნაწარმოები, ეს იყო ადამიანის სულის რაღაცა ძახილი. და სხვათა შორის აი ეს რომელსაც მისი ამოძახილი ნაპატეთ საქართველო მიყვარხარ, იქ რაღაცა ეს არ იყო საქართველო მიყვარხარ, მაგრამ რაღაცა ვედრება იყო ამაში. ჩვენ ცოცხალი წმინდანის გვერდით ცხოვრობდით. ამას ალბათ მივხვდებით ოდესმე. როგორ მიმიყვანა პირადად მე მან რელიგიასთან. 77 წელს ბაბუა, ჩემი ბაბუა იყო ლოტბარი, სიონის გალობელთა გუნდს ხელმძღვანელობდა. და წამიყვანა სვეტი ცხოველში. პატრიარქის აღსაყდრებოდა ძალიან ადრიმედი დამაყენა იმ სავარძლის გვერდით, სადაც მისი განმოსვა და მერე შემოსვა ხდებოდა და მე მახსოვს ის საოცარი ხიბლი. პირველი რამაც ჩემზე აი წყარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა იყო ხიბლი. რომელიც გადმოიღვარა ჩემზე. ამის მერე მე დავიწყე ბიბლიის კითხვა. მამა იწვა ეგრეთ წოდებულ ლეჩ კომბინატში.
პატრიარქი მოგზანდა და იმ დღეს მამამ ჩააბარა აღსარება პატრიარქს. ჩვენ გარეთ ველოდებოდით და რომ გამოვიდა უწმინდესმა თქვა ესეთი რაღაცა, რომ მე რომ მქონდეს ხა იმის უფლება, რომ მოუყვე ის რაც მე ნოდარმა მითხრა, მე გავაასმაგებდი მრევლს და მე სიკვდილისთვის ესე მზად ადამიანი ჯერ არ მინახავს. კიდე მთავარი რამ მოხდა, მე-9 დღეს, როდესაც მან გადაიხადა მამას პანაშვიდი სიონში. მე იმ დღეს წავედი და მამას წიგნები თავიდან წავიკითხე. იმიტომ რომ ეს იყო აბსოლუტურად სხვა კუთხიდან დანახული ნოდარ დუმბაძე. მაშინ მან თქვა, რომ ყველგან, სადაც ჯერ ერთი ამდენი ჰუმანიზმი და ამდენი სითბო არც ერთ მწერალს არ აქვს. და თქვა, რომ ყველგან, სადაც ნოდარს მზე აქვს და მზე აქვს ყველგან, ეს არის ღმერთი. და მე სხვანაირად წავიკითხე მაშინ მამას რომანები. უწმინდესი ხშირად ამბობდა, რომ მე ისე არ წავალ, სანამ არ ნახავ გაერთიანებულ საქართველოს. ეს არ იყო გაერთიანება, რაც ნახეთ, ამაზე მეტი გაერთიანება რა შეიძლება იყოს. მე ვხედავდი ადამიანებს, როგორც პირად ნაცნობს, ასევე უბრალოდ ვიცით, რომლებიც გამოირჩეოდნენ ძალიან მძიმე კრიტიკით პატრიარქის მიმართ. ხშირად ძალიან ცუდად მოსასმენის. მოდიოდნენ და იდრეკდნენ მუხლს. და ისეთ რას ვფიქრობდი, რომ რა დიდი იყო მის სიყვარული, ის ხალხიც კი არ დატოვა ისე არ წავიდა, რომ მათაც შენდობა არ მისცა. საქართველოს პრეზიდენტის მეუღლე თამარ ბაგრატიონი შეერთებული შტატების პირველი ლედის მელანია ტრამპის მიწვევით ვაშინგტონში იმყოფება. საქართველოს პირველი ლედი დელეგაციასთან ერთად, რომლის შემადგენლობაში არიან განათლების მინისტრის მოადგილე და საქართველოს პარლამენტის განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მონაწილეობას მიიღებს მელანია ტრამპის ინიციატივით ორგანიზებულ გლობალურ სამიტში სახელწოდებით ერთად უკეთესი მომავლისთვის. ღონისძიების მიზანია ბავშვების განათლების განვითარებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობისათვის მოწინავე ტექნოლოგიების უსაფრთხო და ინოვაციური გამოყენების უზრუნველყოფა. სახალისა და პენტაგონის სამხედროებმა ღამით ირანში სტრატეგიული ობიექტები დაბომბეს. იერიში მიიტანეს მართვის ცენტრებზე, შტაბებზე, სარაკეტო ინდუსტრიულ ცენტრებზე, ბაზებზე, აეროპორტებსა და საწყობებზე. ირანის თავდასხმის სამიზნე გახდა ისრაელი კასეტური საბრძოლო მასალით დატვირთული ბალისტიკური რაკეტა ქალაქ ნეშერში საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. შედეგად ჩამოიშალა კედელი და საცხოვრებელი სრულად განადგურდა. შემთხვევის ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ცნობილია, რომ მოსახლეობა თავშესაფარში ჩასვლა მოასწრო. ძლიერი აფეთქებები დაფიქსირდა ისრაელის ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონებში. საომარ მოქმედებებს ეხმაურება მსოფლიო მედია New York Times-ის ინფორმაციით ირანში მიმდინარე ოპერაციის გეგმა მოსადმა შეიმუშავა, თუმცა ჩანაფიქრით ჩავარდა. ისრაელის დაზვერვა მიიჩნევს, რომ ისლამური რესპუბლიკის ლიდერების მკვლელობა და სამხედრო ობიექტებზე მასირებული დარტყმები ქვეყნის შიგნით მძლავრ პროტესტს გამოიწვევდა, თუმცა ეს გათვლა მცდარი აღმოჩნდა. მედიის შეფასებით შექმნილი ვითარების ფონზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისთვის ახლა მთავარი პრიორიტეტი არა ირანში რეჟიმის შეცვლა, არამედ ჰორმუზის სრუტის გახსნა. ბლოკადამ ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდა უკვე გამოიწვია და მსოფლიო ეკონომიკას კრიზისის საფრთხე შეუქმნა. ტრამპი ირანთან პროდუქტიული მოლაპარაკებებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ახლო აღმოსავლეთში სამხედრო მოქმედებების ინტენსივობა შესაძლოა შემცირდეს. სხორპლი მოჰყვა ავიაკატასტროფას კოლუმბიაში სამხედრო თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც აფრენისთანავე ჩამოვარდა 110 ჯარისკაცი იმყოფებოდა. დაღუპულთა რაოდენობა და ავარიის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. კოლუმბიის თავდაცვის მინისტრის პედრო სანჩესის ცნობით, სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა ქვეყნის სამხრეთში პერუს საზღვართან ახლოს განიცადა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. და ისევ საქართველოს გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო ზემოსვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ზუგდიდის, მარტველისა და ხობის მუნიციპალიტეტებში უკანონო სახერხის საამქროები გამოავლინეს. მოქალაქეებს ცირკული ტიპის სახერხი დანადგარების საკარმი და მოეზოებში ჰქონდათ დამონტაჟებული. ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის მასალა. ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, ამიტომ გადაიგზავნა შესაბამის უწყებაში.
გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს ქვეყნის მასშტაბით უკანონო სახერხის საამქროების რაოდენობის მინიმუმამდე შემცირება. ამ მიზნით რეგიონული სამმართველოების თანამშრომლები 24 საათიან რეჟიმში პატრულირებენ და ოპერატიულად ახდენენ რეაგირებას ცხელხასა და სოციალურ ქსელში მიღებულ ინფორმაციაზე. გატარებული ღონისძიებების შედეგად ბოლო წლებში ყველა რეგიონში, მათ შორის სამეგრელოში შეინიშნება უკანონო ტყით-სარგებლობის ფაქტებისა და დაურეგისტრირებელი სახერხის საამქროების შემცირების სტაბილური ტენდენცია. ოზურგეთის მერმა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მოსახლეობის მხრიდან წარმოდგენილ პრიორიტეტულ საკითხებზე. მერის განცხადებით პროექტების ფონდიდან გამოყოფილ თანხას ადგილობრივი ბიუჯეტის თანხებიც დაემატება და ოზურგეთს საჭიროებისამებრ მოხმარდება. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტისთვის 1,86,000 ლარია გამოყოფილი. მინდა მადლობა უთხრა მერიის თანამშრომლებს სოფლის კნებების ორგანიზებისთვის, ხოლო მოქალაქეებს აქტიური ჩართულობისთვის. ქართულ სომხური ბანაკი თელავში საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და სომხეთის რესპუბლიკის განათლების მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომლობით კახეთში ახალგაზრდული ბანაკი გაიხსნა. შეკრება ახალგაზრდების სააგენტოს ორგანიზებით იმართება და მიზნად ისახავს ორი ქვეყნის ახალგაზრდებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას. ერთკვირიანი ბანაკი ქართველ და სომეხ ახალგაზრდებს მრავალფეროვან და ინტერაქციულ აქტივობებს თავაზობს, მათ შორის თემატურ დისკუსიებს, საგანმანათლებლო სესიებს და გუნდურ სამუშაოებს. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ორივე ქვეყნის ახალგაზრდები სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებში მიიღებენ მთელი კვირის განმავლობაში მონაწილეობას, ექნებათ ასევე გასვლითი ტურები, რაც ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, რომ ჩვენს კოლეგებთან სომხეთის სამინისტროდან გეგმავთ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს და ეს იქნება რეგულარული. მორიგ ქართულ სომხურ შეხვედრაზე ვიმყოფებით თელავში. ჩვენ სომხეთიდან 30 ახალგაზრდა ჩამოვიყვანეთ აღნიშნულ ფორუმზე, სადაც ქართველ თანატოლებთან ერთად უახლესი 5 დღის განმავლობაში იმსჯელებენ ახალგაზრდულ ინიციატივებზე. აღნიშნული კონფერენცია ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება და მომავალ წელს ჩვენ სომხეთში ვგეგმავთ ასეთივე ახალგაზრდული ფორუმის განხორციელება, სადაც ვუმასპინძლებთ ქართველ ახალგაზრდებს. დავესწარი ქართულ სომხური ბანაკის გახსნას ქალაქ თელავში, რომელიც იყო ახალგაზრდობის სააგენტოს ინიციატივით ორგანიზებული. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ახალგაზრდები მიაჩვევიან სხვადასხვა ინიციატივების დაყენებას, მსჯელობას სხვადასხვა საკითხზე ჩართულობას. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის. სხვა სიახლეებს შეგიძლიათ გაიცნოთ ჩვენს ვებგვერდზე rustaviory.gr.